დღეს შრომითი გარემო ქვეყანაში არის უმძიმესი. რეალურად დასაქმების ადგილზე ყველა დასაქმებული იჩაგრება, აქ არ არის მარტო ლაპარაკი რაღაც ერთი მიმართულებაზე, არამედ ძალიან ფართო წრე, ანუ ეს შრომითი კლასი ფაქტიურად ფეხქვეშ არის გათელილი მათი უფლებები და დღეს ამიტომ 10 დამოუკიდებელი პროფკავშირი შევიკრიბეთ, რომ ხაზი გაუსვათ ამას, რომ რეალურად ქვეყანაში არის უმძიმესი შრომითი გარემო. ესე იგი, ჩვენი კავშირის შექმნის იდეაც ზუსტად ის იყო, რომ საჯარო მომხრეებზე ხორციელდება წნეხი იმის შემდეგ, რაც მათ გაავრცელეს განცხადებები პროევროპული კურსის დაცვის და ამ ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანის. ამის შემდეგ დაიწყო ეთერითაც მოგმართეს და დაგვემუქრნენ, რომ სამაგალითოდ დავისჩებოდით და ქმედებებმაც არ დააყოვნა, ძალიან მალევე ვიხილეთ პირველი გათავისუფლებლები სხვადასხვა სტრუქტურებიდან. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მოხელების უფლებები, იურიდიული უფლებები ყოფილიყო დაცული. იმიტომ რომ საჯარო მოხელებს არ აქვთ მაღალი ანაზღაურება და რო დატოვებდნენ სამსახურებს, მათ არ ექნებოდათ იმის რესურსი, რომ ეწარმოებინათ დავები. პირველ რიგში აი ამ სოლიდარობისთვის შეიქმნა, ასევე ფსიქოლოგიური დახმარებისთვისაც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამები ჩვენი პროფესიული კავშირის ფარგლებში, რომ დასაქმებაშიც შეუწყოთ ხელი და მუდმივად ვეთანამშრომლობთ და კიდევ ვაპირებთ მომავალშიც, რომ ბიზნესებს ვთხოვოთ, რომ აი ამ კოლექტიური სოციალურ პასუხისმგებლობაში ჩაერთონ. აქ არიან კურიერები, ევოლუშენში დასაქმებულები, აქ არიან სხვადასხვა ქარხნის წარმომადგენლები, მეცნიერთა მუშაკები, ესენი არიან ასევე მასწავლებლები. ყველა და ხშირად ცდილობენ და სხვადასხვა ბიზნესები, სხვადასხვა ხელისუფლებები ყოველთვის ცდილობენ, რომ ეს ამ ადამიანების ერთიანობა არ შედგეს და რაღაცნაირად დაქუცმაცებულები იყვნენ, დაყოფილები იყვნენ და კიდევ ერთი მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ქვეყანაში უფრო მეტი ზეწოლაა ამ ადამიანებზე, მშრომელებზე, დასაქმებულებზე და ამის საპასუხოდ ჩვენ გავერთიანდით და